ჰელოუინი ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია მსოფლიოში. მისი ისტორია 1000 წლეულებს ითვლის. საწყის კი კელტური ფესტივალი სამჰეინიდან და ქრისტიანული ყველა წმინდანის დღიდან იღებს. ამ უძველესი დღესასწაულიდან დღეისთვის მხოლოდ სახალისო გასართობი ტრადიციები შემორჩა. ყოველი 1 ნოემბრის ღამეს კარნავალი ეწყობა, სადაც ადამიანები სხვადასხვა უწმინდური არსებების კოსტუმებს იცვავენ. ამ გართობის მიღმა ჰელოუინის უძველესი არსი იმალება. მთელ ევროპაში ეს ღამე აღინიშნებოდა როგორც ზამთარში გადასასვლელ პერიოდად. ითვლებოდა, რომ ამ დროს გარდაცვლილთა სულები ბრუნდებოდნენ საიქიოდან, რათა მოენახულებიათ თავიანთი სახლები და ცეცხლთან გამთბარიყვნენ. ისინი დაბორიალობდნენ და ოჯახის დანარჩენ წევრებს თხოვდნენ საჭმელსა და სასმელს. სულებს სხვადასხვა სახის მიღება შეეძლოთ. ავ და ბოროტ სულებს ცხოველებში ჩასახლება შეეძლოთ. მათთან ერთად ჩნდებოდნენ სხვა ბნელი ძალებიც, დემონები, სახლის სულები, კუდიანები, ვამპირები და სხვა. ყველა უწმინდური ძალა დედამიწაზე ეშვებოდა. იმისთვის, რომ მკვდარი აჩრდილების მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ, ადამიანები აქრობდნენ ცეცხლს თავიანთ სახლებში და რაც შეიძლებოდა შემაშინებლად იცვავდნენ. იხურავდნენ ცხოველების თავების ნიღბებს და მათ ტყავებში ეხვეოდნენ იმ მიზნით, რომ დააფრთხობდნენავს სულებს. ჰელოუინის ღამეს ჩვენსა და იმ ქვეყნიურ სამყაროს შორის ყველანაირი ბარიერი ირღვეოდა. იღებოდა ჭიშკარი ორ სამყაროს შორის. ასე რომ ჰელოუინი ასევე იყო მცდელობა ამ ორი სამყაროს კავშირის გაგებისა. ჰელოუინის ღამე არის გადასასვლელი ერთი სამყაროდან მეორეში, კარიბჭე, ზამთარში ცივ სამყაროში გადასასვლელად, სადაც ყველაფერი ცოცხალი კვდება, მაგრამ ამავდროულად ემზადება აღორძინებისთვის. თავისუფლდება ყველაფერი ზედმეტისაგან, როგორც ხე-ფოთლებისაგან. ახალი ერის დადგომისას რომაელებმა კელტების მიწების უმრავლესობა დაიკავეს. იმ 400 წლის მანძილზე, რაც მათ კელტების მიწაზე გაატარეს მოსახლეობის შერევის გარდა, მათი ტრადიციების შერწყმაც მოხდა. სამჰეინის დღესასწაული ორ რომაულ დღესასწაულთან, ფერალიასა და პომონთან გაერთიანდა, რომლის სიმბოლო იყო ვაშლი. სწორედ აქედან წამოვიდა ჰელოუინის დღის ვაშლით სხვადასხვა თამაშის მოწყობის ტრადიცია. შემდგომ ქრისტიანულმა რელიგიამ 1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღედ აქცია. დღესასწაული წმინდანებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკუთარი მოხსენების დღე. ამ დღეს მოიხსენიებდნენ და ადიდებენ ყველა წმინდანისა და წამებულის სულებს. ხალხში ყველა წმინდანის დღე უწოდებდნენ, ხოლო ამ დღის წინაღამემ მიიღო სახელწოდება ყველა წმინდანის ღამე. სწორედ აქედან წამოვიდა დღესასწაულის სახელწოდება ჰელოუინ. ირლანდიიდან ჰელოუინი ამერიკაში წაიღეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ჩვეულებები შეერწყა ინდიელთა რწმენას, რის შედეგადაც გაჩნდა ამერიკული ვერსია დღესასწაულისა, რომელსაც ჩვენ დღეს ვისნობთ. ჰელოუინის პირველი დღესასწაულების დროს ეწყობოდა წარმოდგენები, კითხაობები და ცეკვები, აღნიშნავდნენ მოსავლის აღებას, ყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს მკვდრებსა და მოჩვენებებზე. მე-19 საუკუნის ბოლოს ჰელოუინი სახალხო დღესასწაულად აქციეს. ბევრი ცრურწმენა ისტორიაში დაიკარგა. დღესასწაული იქცა ღონისძიებად თავისი აღლუმებით, კონკურსებითა და კონცერტებით. თუმცა აბობოქრებული ახალგაზრდების ვანდალური აქტების ჩაცხრობა მხოლოდ 50-იან წლებში მოხერხდა. მას შემდეგ ყოველ 31 ოქტომბერს ღამის 12 საათის შემდეგ სახლებში დადიან კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები. ახლა ჰელოუინი არ არის უბრალოდ ღამე, როდესაც ბავშვები სხვადასხვა კოსტუმებში გამოწყობილები დადიან და აგროვებენ ტკბილეულს. ჰელოუინი ამერიკელების ყველაზე საყვარელი შემოდგომის სახალხო დღესასწაულია. უძველესმა მითებმა გაგრძელება პოპ კულტურაში სიმბოლიზმსა და თანამედროვე ტრადიციებში ჰპოვა. ჰელოუინის ღამეს ადამიანები მეზობელ სახლებს სტუმრობენ, რათა მკვდრების საკვების ძიების პროცესი განაასახიერონ. ისინი ვინც კანფეტებს არიგებს, ანსახიერებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ აამონ ავსულებს, დემონებისა და გობლინების ნიღბები ბოროტ სულებს განასახიერებს. გოგრის თავი ჰელოუინის აუცილებელი ატრიბუტია. გოგრა თავისუფლდება შიგთავსისაგან და გამოიჭრება სახე, ხოლო შიგნით იდება სანთელი. გოგრა ერთდროულად სიმბოლიზდება მოსავლის აღების დასრულებასთან და ბოროტის სულების საფრთხობასთან. დროიდების ძველი კალენდრის მიხედვით ინგლისში 1 ნოემბერს დგებოდა ახალი წელი. ამისთვის 31 ოქტომბერს საჭირო იყო ავისულების გაყრა, რომლებიც ამ ღამეს გამოდიოდნენ დღის სინათლეზე. ამერიკაში ამ დღეს ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება კანფეტები. ამერიკული ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტები გოგრის ფარანი და კანფეტების შეგროვებაა. მოკლედ რომ ვთქვათ, გამიმასპინძლდით თორემ ინანები.